Matches დღემშვიდობისა მეგობრებო, დღეს საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დაუპირისპირდება საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებს. ეს იქნება ყველაზე პატარა ვიდეო, მოკლედ ამ ახსნა რაც დადებოდა და ის ტექნიკურადაც ჩემი თავაწყობ მოკლედ და მოკლედ матჩის დღეს მოგიყვებით, რომ ვისაც მართლა გაინტერესებთ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ისე არ დამჭით რა. წავედით. დავაპარკინგე, მოკლედ მანქანა და წავედით ხა ცენტრის მიმართულებით, სადაც კომაგები იკრიბებიან. ცენტრალურ ნაწილში ვართ, სადაც ფანზონა არის მოწყობილი, ჯერ ქართველი კომაგები არ ჩანან. თუმცა ძალიან მალე მოვლინდა მოკლედ დავიწყების სტადიონის მიმართულებით სტანდარტულად. ახლა დღეს საფრანგეთს მოუგეთ და გავიმეშო. საქართველოს საკომაგოდ ჩამოსული არიან სხვადასხვა ქალაქებიდან სლოვაკეთში მცხოვრები ემიგრანტები და სხვათა შორის განწყობასაც ქმნიან და კადრებს საუცილებლად განახებთ ახლა. ძირითადად სიგიჟეებს უკვეთავენ. აი, პორტილებში ვარ, აი, ხუთავარად და ეს ჩამი. ხეს და მორჩა აღარ დავლევ. ამ წუთებში კომაგების მსვლელობა მიმდინარეობს სტადიონის მიმართულებით. და რამდენიმე წუთში მატჩის დაიწყება, კომაგებიც ადგილზე იქნებიან და უხომაგებთ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს. Ay. Andart შენი ისოვა გქონდა ქართველებს. ეხლა შევდივარ სტადიონზე. უკვე იქიდან ექნება საინტერესო კადრები, ამიტომ არხი გამოიწერე და ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. სტადიონის ტერიტორიაზე ვარ, მეგობრებო, სადაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი არის მოსული, სლოვაკეთში მცხოვრები ქართველებიც კი მოვიდნენ. მოკლედ პირველ თამაშთან შედარებით უმრავლესობაში ვიქნებით დღეს, იმიტომ რომ საფრანგეთიდან ესე როგორც ვიცით, ბევრი გულშემატკივარი არ არის ჩამოსული. რავი, წარმატებები ბიჭებს, დღევანდელ შეხვედრაში ძალიან გვჭირდება მინიმუმ 0. ყველაფერი იქნება ჩვენ სასარგებლოდ, მოკლედ დაწუნებული ვარ და დანარჩენი დათვლით თამაშის კადრები. კომაგები მოვიდნენ განახებთ.
აღნიშნეს 11 მეტრიანი და მედია ვერ გავიტანოთ. საფრანგეთთან მოკლედ ნახოთ რა იქნება მეორე ტაიმში. აბუაშვილმა გაიტანა გოლი და 1-1 არის ანგარიში მოკლედ. გაიგრა სტადიონი მეგობრებო. საპასტონალის გოლი. და მოკლედ ფრანგების მესამე გოლი და 2-2-ია მეკობრე. რა კულას წურავ. ბეგი შენაცვალე. ბეგი მარჯოს ღმერთმა. ბეგი მარჯოს ღმერთმა. აიტა მამეც. მოდი რა. ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმი განსაკუთრებით წინას გავედით, თუმცა ხდება კიდევ ფეხბურთია და ყველაფერს გავაკეთებთ იმის, რომ პორტუგალიას მოვუგოთ და გავიდეთ ჯგუფში. დავმარცხეთ მეგობრებო 3-2. დავმარცხეთ კიდე ისეთი ნათქვამი არის, უფრო საჭმა რაღაცეებში. ძალიან აურია და არ არის პირველი შემთხვევა. პოლონეთთანაც იყო რამდენიმე მსგავსი. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის, მართლა საოცარი თამაში ჩავატარეთ. უგევრით კიდეც საფრანგეთს გინახავდით და ჯერ არაფერი არ დამთავრებულა ამით. პირიქით, ძალიან ჯერა რომ პორტუგალიასთან გავაკეთებთ მაქსიმუმს და გავალთ ჯგუფური ეტაპიდან. მადლობა ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, მადლობა ვინც არხი გამოიწერეთ, კომენტარი დაწერეთ. ანაპირებთ. მოკლედ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.